მოგესალმებით, კოლეგებო, ქორუმი გვაქვს. შესაბამისად, შეგვიძლია დავიწყოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა. დღეს დღის წესრიგით გვაქვს ერთი საკითხი, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობა. ეს საკითხი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. და მის თამდევი კანონპროექტი გვაქვს ასევე საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოს გასვლისა და საქართველოს შემოსვლის წესის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი გახლავთ ბატონი გრიგორ გრიგორაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გთხოვთ ბატონო გრიგორ მეორე მოსმენთ. კარგად მიყივლა ენამ და რაიც. მოგესალმებით. მეორე მოსმენით განხილვისათვის წარმოგიდგენთ თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეების, საქართველოსთან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებს. ბატონო გრიგორ, მეორე მოსმენის წესით მივყვებით და პუნქტობრივად გავყვეთ კოლეგებს თხოვთ, თუ კი ექნებათ შენიშვნები, მოსაზრებები მოვინიშნოთ და შემდგომ იმიტომ რომ ბევრი ცვლილებაა შესრულდათ გააკეთოთ. თქვენის ნებართვით ერთი ინფორმაცია მინდოდა, მეთქვა რომ პროექტები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით. დიახ. პირველი ნაწილის A ქვეპუნქტით წარმოდგენილი კანონის 34 მუხლის მეორე ნაწილის A და B ქვეპუნქტებში ფორმულირება დაზუსტა იმდაგვარად, რომ შეთავსებითი საქმიანობისათვის გაცემული ერთწლიანი თანხმობის ვადა უკავშირდება შესაბამის სფეროში საქმიანობის განხორციელების პერიოდს. პირველი ნაწილის B ქვეპუნქტი შეიცვალა, კერძოდ თავდაცვის კოდექსის 34 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს წინასწარი წერილობით თანხმობა საქმიანობის განსახორციელებლად შერჩევაში მონაწილეობის მიღებისათვის აისახება ამავე მუხლის მესამე ნაწილში. აქ არ განხორციელებულა ცვლილება. არც მესამეში. წარმოდგენილი 57 მუხლის მე-11 ნაწილი დაზუსტა და შეტყობინების სახეებს დაემატა შეტყობინების უწყების საჯაროდ გამოქვეყნება. მე-12 ნაწილის A ქვეპუნქტი გასწორდა რედაქციულად, ხოლო B ქვეპუნქტში კომუნიკაციის საშუალებებთან მიეთითა მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინება. მე-13 ნაწილში მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული პოსტით უკავშირთან მიმართებაში კავშირი ან შეიცვალა სიტყვებით მათ შორის. დიახ. წარმოდგენილი 77 მუხლის 22 ნაწილის A და B ქვეპუნქტების ადგილმდებარეობა გადანაცვდა. ამასთან A ქვეპუნქტში კომუნიკაციის საშუალებებთან მიეთითა მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინება. 23 ნაწილში მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული პოსტით უკავშირთან მიმართებაში კავშირი ან შეიცვალა სიტყვებით მათ შორის. აქ არ განხორციელებულა ცვლილება. არც მე-7-ში. არც მე-8-ში. მე-9-ში გასწორდა რედაქციულად, შინაარსის მკაფიო თანხმის მიზნით შეიცვალა სიტყვათა თანწყობა. აქ არ განხორციელებულა ცვლილება. მუხლი 2-ში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ კანონის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 1 სექტემბერი. და მუხლი 3. განხორციელდა ცვლილება ორგანიზაციული საკითხების უზრუნველსაყოფად კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედება 2026 წლის 1 სექტემბრიდან. ეს კავშირშია წინა მუხლთან. აღნიშნულ კანონპროექტთან და მუხლებთან პუნქტებთან დაკავშირებით თუ გაქვთ კოლეგებო შენიშვნა შეკითხვა, გთხოვთ. მადლობა. თამდე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს გასვლისა და საქართველოს შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 არ განხორციელებულა ცვლილება და მუხლი 2. აქ განხორციელდა ცვლილება, კერძოდ თავდაცვის კოდექსში შესატანილი ცვლილების პროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, რაზეც წერა მქონდა საუბარი, კანონის ამოქმედების ვადა აქაც განისაზღვრება 2026 წლის 1 სექტემბერი. კი ბატონო, კოლეგებო, გთხოვთ შენიშვნა შეკითხვა წინადადება.
კარგით, საკითხი განხილულია, კენჭი უყაროთ მაშინ, ვინ არის მომხრე აღნიშნული კანონპროექტის დაუჭიროთ მხარი, მადლობა. წინააღმდეგი? კი ბატონო, დაფიქსირებულია, ბატონო სოფო, მადლობა, კომიტეტის ხმა დასრულებულია, კარგად, მადლობა.